ჩვენთან არიან ლეგენდარული ფეხბურთელები ამ თამაშის გმირები ბატონი ალექსანდრე ჩიოდაძე და ბატონი ოთარ გაბელია. უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. და დაიწყო იუბილით, თქვენი იუბილით გილოცავთ ბატონო ალექსანდრე და გისურვებთ თუნდაც ერთხელ სიცოცხლეს. აი არ ვიცი ალბათ მასმერად ეს მოხდა, უამჯერ გისაუბრიათ ამაზე, ხო, მაგრამ თუმცა ალბათ დაუსრულებელია ეს სიხარულებაც ხდებოდა მე მაშინ ვიყავი რაღაც 1 წლის, მაგრამ ჩემ ბავშვობიდან მოყურებელ დღემდე ეს კადრები, ეს სიმღერა, ეს ემოცია კოტე მახარაძის ხმა წარუშტელია ჩემს გონებაში და მე მგონი ეს ერთიანი საქართველოს და ეს ძე მე მგონი აღარ მომხდარა. კიდევ ერთხელ თქვენგანაც გავიხსენოთ ეს დღე რა ხდებოდა, როგორ იყო დაწყება. ეხლა შევიტყვი პატრიარქის წერი გავთვიცოდი ამაზე. აი გავიხსენოთ ბატონ ალექსანდრე დავიწყოთ რა ხდებოდა იმ პერიოდში სანამ დახვიდოდით მატჩისին და შემდგომ რაზე იყო და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ მატჩს. ნუ აი თუ მომცეთ ის უფლებას რომ ცოტა შორიდან დავიწყო. თბილისის დინამოს ისტორიაში ორჯერ იყო ესეთი მომენტი, როდესაც ერთდროულად თაობა მოვიდა, ნიჭიერი თაობა, ეს 7-8 ფეხბურთელი რო ერთდროულად მოდის და ხდება გუნდში კვალიფიციური მწვრთნელები. ესეთი პერიოდი იყო 1964 წელს, როდესაც სერგო კოტრიკაძე, ჟოროსიჩი, ნავაშოთა იამაინის, სლავომირელი, მიშამენსი, ზაურ კალოვიჩი, ბარკა იგივე ჭოხელი და დახვდნენ იქ მწვრთნელები იაკუშინი და კაჩარი. და გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მანამდე იყო ახლა თბილისის დინამოში ლეგენდარული ბორის პაიჭაძე იყო, ხოღობერიძე იყო, ჟაჯელავა იყო, ვოვალოშვილი იყო, ჭკუასელი იყო, მაგრამ ასე წარმოდგება თაობა არ იყო ერთდროულად. შემდეგ მოვიდა ჩვენი თაობა. და პლუს ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ახიასათიანი კუტივაძე გივი ნოდი იყვნენ ნოდარის დამხმარეები. აი ეს პერიოდი ნოდარ ახალკაცის 76 წელს რომ მოვიდა გუნდში უკვე თაობათაც სვლა მიდიოდა. და ჩვენ რომ მოვიდით გუნდში იქ დახვდნენ ახლა დათო გოგია, შოთა ხილჩიგაშვილი, ფირუზ კანთელაძე, ძმები მაჩაიძეები, ზორბე გებრალიძე, ვახტანგ ქორიძე, დათო ყიფიანი და ვოღა გუცაევი. და შემდეგ მოვიდა ჩვენი თაობა, დაემატა ამ თაობას. ახალგაზრდული თაობა. აი ოთარის სახით, ნოდარ ხიზანიშვილი, კოსტავა, სულაქველიძე, შენგელია, დარასელია, ჩელებაძე, სვანაძე, თავაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი. და ერთდროულად მოვიდა ეს გამოცდილების და ახალგაზრდული შემართება. ეხლა რომ დავიწყოთ ვინც ისტორიაში თბილისის დინამოს 76 წელი და მოყოლებული 5 წლის მანძილზე სულ წარმატებები ჰქონდა. 76 წელს მაშინ ორჯერ ტარდებოდა ჩემპიონატი გაზაფხულის და შემოდგომის და ბრინჯაოს პრიზიორები გახდით და ქართული ფეხბურთის ისტორიაში 76 წელს ფინალში თასის ფინალში ერევნის არაღაც მოუგდა 3 წელი მოუგდა. 77 წელს ვერცხლის მედლები მოუგდა. 78-ში ისო საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდით და 79-ში აგირის ბატონი ოთარი, რომელმაც პენალი აღგაზრდა, თელმეურე სავარგა საბჭოთა კავშირის თასი. ამ წლებში კიდევ ისეთ გუნდებთან გვიხდებოდა თამაში, როგორც იყო მილანის ინტერი, ლივერპული, გამბურგი და ეს გამოცდილება დაგროვდა. და უკვე ისეთი შეიქმნა აი ფინალის წინ, რომ ჩვენ ერთმანეთს თუ ვერ გამოვიყენებთ ერთმანეთის შესაძლებლობას, ჩვენ ახალგაზრდები და გამოცდილებას, მაშინ ის გუნდი დაიშლებოდა ვერაფერს ვერ მივახსენებთ. და უკვე გათავისებული ქონდათ, რომ აღარ იყო ჩვენთვის ახლა ეს პრობლემა, რომ აი ესეთ გუნდებს ფინალში გავავედით. ხო არის მართალია ეს რა ქვია, რომ დაძაბულობა, მაგრამ უკვე ის გამოცდილება ქონდა შეძენილი და აი ეს ამ გამოცდილების ხარჯზე იყო ის, რაც მივიღეთ 1990 ლოგიკური ფინალი. კი, ლოგიკური ფინალი. ბატონ თალე, თქვენს განდით პასუხისგებლობა იყო ყველაზე ბუნებრივია, მაგრამ თქვენ უნდა დაგიცოთ კარი და ფაქტობრივად რაღაცა თითქოს საქართველოს დაგეცვა და გაგემარჯვებინოთ. აი თქვენც რო გაიხსენოთ ეს ემოცია და აი ის ნუ ახლა ემოცია რო ჩავფრიდეთ გერმანიაში, ჯერ ერთი ფორმა დავკარგე და დამიკარგეს. და ყველაზე კარგი გასახსენებელი ის არის, რომ იმ პერიოდში თქვა, უკვე ჩასული ხარ გერმანიაში, სანამ შენ ადიდასი მოგვიტანა ადიდასმა, ნუ ჩასაცმელი ფორმა, არჩენ არაფერი და ნუ ახლა ბუცებს რო ეძახიან ფეხსაცმელი, საფეხბურთო ის ახლი ჩასმა არ შეიძლება რომ მოგიტანოს, იმიტომ რომ გაგებული თუ არ არის. ცუდად მოქმედებს და საშუალო ჰქონდა ჩემი ზომა ფეხი და ამას ორი წვილი ჰქონდა წამოღებული ბუცი და ამის ბუცებით გავედი თამაშზე და ისეთი ბედნიერი იყო და ისეთი ღბლიანი აღმოჩნდა ეს ბუცები რომ
ჩემპიონატში ბუთები თამაშობდნენ, სანამ ბოლომდე არ დაიფლითა, მანამდე არ დაუბრუნებია. რას დაგიბრუნებდა ესეთი? ნუ ახლა განცდა ყოველ 13 მაისს ყვებით და ისედაც რომ ძალიან დიდი განცდა იყო, ნერვიულობა ძალიან დიდი იყო და აქ კომენტატორმა ახსენა რომ ჩვენი უწმინდესი ილია მეორეც დეპეშა დაგლოცა და ეს გასვლის წინ ბატონო დარმა გააჩერა საშა და უთხრა რომ აი დეპეშა არის მოსული ილია პატრიარქის და ამან უფრო დიდი სტიმულიც მოგცა და ჩვენი ოსტატობის და უფლისდები და პატრიარქის ლოცვით დიდი სიხარული მოუტანეთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს. უშენად განვაცხადე ახლა მე ინტერვიუში სხვადასხვა ტელევიზიებში ვიყავი და ყველაზე დიდი ბედნიერება რა არის? ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის პირადად და იმ ბიჭებისთვის, რომლებიც იმ დღეს იქ ვიმყოფებოდი და მანამდე სანამ ყველა არ უთამაშია ფინალი, მაგრამ მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული სხვა თამაშებში. არც ერთ მატერიალურ და არც ერთ ფუფუნებას არ ჯობია ის სიხარული, რომელიც ჩვენ ქართულ ხალხს მივანიჭეთ. ქართული ხალხის სიხარული იყო ყველაზე დიდი ბედნიერება ჩვენთვის და დღესაც ასე ვარ და იმიტომ პატის გვცემენ და ძალიან უყვარვარ და დღესაც კიდევ ემსახურებით ქართულ ფეხბურთს რომ და ერთი ესეთი შეკითხვაც იყო როდის განმეორდება არის ესეთი მომენტი ხო იქნება თუ არ კიდე ესეთი როდის გადაესხა თქვენი წყალი ახალ თავს არის ყველა ქვეყანაში არის რომ სკეპტიკოსები არიან თქვა რაღაც წარმატებას მიაღწევს ხო ან თქვა რაღაც სპორტის რომელიმე სახეობაში და თქვა გახდებიან ოლიმპიური ჩემპიონი ან მსოფლიო ჩემპიონი და არიან ნუ ახლა შეიძლება ჩვენთან იმ დონეზე არ არიან ადამიანები რომელსაც მასზე მეტი დიდ წარმატებას სხვამ რო არ მიაღწევს ჩვენი თაობა და მე პირადად ხვალ ვერ მომხდეთ პირველი ჩვენ ვიქნებით ბედნიერები და პირველი ჩვენ მივლოცავთ იმ მოწეს საქართველოს ნაკრები იქნება თუ თქვა თბილისი დინამო თავის თავს რა ეს ფაქტი რა ადგეს აი თქვენ აღნიშნეთ ხო ხალხის სიხარული და მართლა აი აქ კადრებში კი ჩანს ხოლმე ტრაპირო თუ თვითონაც ჩამოდიხართ მაგრამ ალბათ როგორც ვიცი რომ თელი ქალაქი ზეიმობდა ქუჩაში ხალხი მაგრამ აეროპორტამდე არ მიუშვეს აეროპორტიდან უამრავი ხალხი იყო მაგრამ თელი გზა აეროპორტიდან დინამოს ბაზამდე სულ ხალხით იყო სავსე და გვაცილებდა ბოლომდე. იცით რა მინდა აი ზუსტად ამ ზეიმთან დაკავშირებით მინდა ერთ მომენტზე გავამახვილო ყურადღება ეს არ იყო მხოლოდ სპორტული იმ ადამიანების სიხარული ვისაც ფეხბურთი უყვარს თითქოს აი ამ გამარჯვებამ მთელი ქართველი ერი გააერთიანა რაღაცა საოცარი ერთსულოვნება იყო საზოგადოებაში აი რა იყო მაინც ეს რო გითხრათ ეს ემოცია აი ახლა აქედან რო გადავხედოთ ახლა ალბათ ეს უფლისნება იყო რომ დღეს როცა დაშილებივართ ტერიტორიებად იმ თამაში ყველაზე გადამწყვეტი გოლები შეაგდო ვიტალი დარასელია რომელიც აფხაზი იყო წარმოშობით და ვობაგუცევა რომელიც ოსი მართლა საოცარია მართლა აი ამ მომენტზეც ნამდვილად აუცილებელი იყო ყურადღების გამახვილება ხო და აი როგორც აი ამ გოლებმა გაერთიანა ქვეყანა გვერდმახრoses გაერთიანებული იყოს ჩვენი ქვეყანა და მართლა დაგვუნებოდა ოსი და აფხაზი გვაქვს კადრები მართლა უნიკალური კადრებია არ ვიცი აი აფროდიტი სიხარული ბატონო და აი ჩვენ ვახსენეთ ფინალი საბჭოთა კავშირთან და იქ პენლებით იყო ხო დასრულებოდა ერთ-ერთ პრიჯვერი გადაიწერეთ ეს კადრი როცა გოლი და აიღეთ ის გოლი პრიჯვერი გადაიწერეთ და გოლი აიღეთ ამ მნიშვნელოვანი და გავხდით ჩემპიონები ეს რო გაიხსენოთ და რიტუალის განმეორებაში მე ამოჭრეს ეს მომენტი გაუშვებდა მაშინ პირდაპირ გადაწერას ნუ ახლა გაზაევის გოლს ახსენებენ და ის ორი რო აიღე ეს არავინ არ ახსენებს კარგი პასები ნუ ახლა მე შეიძლება ისე არ ვიცავ თქვა ეკლესიური მორწმუნე ადამიანი და მართლმადიდებელი ვარ და პირველ რიგში რამდენჯერაც ჩვენ პატრიარქთან ყოფილვარ თქვა ნაკრები თქვა სადმე მივზავდებოდა მე და საშა ერთად რომ მუშაობდით და დღესაც მუშაობ ახალგაზრდა ნაკრებში დინამოს ხელმძღვანელობაც იყო პატრიარქთან მივდიოდით და ყოველთვის მოფერებით და მახსენებდა იმ 79 წელს მაშინ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა ძალიან ცუდი წერილები ჩამოვიდა მოსკოვიდან რომ გუნდიდან გააგდეთ ხო ნუ როგორ შეიძლება მაგას ოსტატობამ არ უშველა ნუ მოსკოვის დინამოს კომაგები ყოფილი გენერლები და მაგას ოსტატობამ არ უშველაო მაღალმა ღმერთმა უშველაო და
თხოვნებული ჟიული შარტავა იყო, მაშინ კონკაშიც ეკავ პირველი მდივანი და რაღაცა უნდა მოვიგონოთო. რა მოვიგონოთ, მე ვისაყვედურეს ეს. მე ვიყავ კონკაშიც. ამას უსაყვედურეს. ამჯერობით მუშაობა არა. რაღაცა ჩვენი კუთხური რამე მოვიგონოთო და ახალ ხო, ახალ ბედა ფეხბურთელიაო მიწერა წერილი და ახლა დაიწყო თამაშიო და ოფრის მოწმენდა უნდაო და ესე გამოუვიდაო და ნუ რაღაცნაირად გააჯერა. გვარდის კვალიფიკაციას მაძლევდნენ. მაგრამ ეს იყო ყველაზე დიდი სიხარული და თქვათ მაშინ აკრძალული იყო, იცით თქვენ, მაგრამ მე მგონი ჩუმად ყველა ალბათ ეკლესიაში დადიოდა და აკმე ბევრჯერ იყო. აი, ეხლა ალბათ ჩვენ გიყურებენ მშობლები ან პატარა ფეხბურთელები და ხშირად გიყურებენ თქვენ და აი მათთვის მართლა ლეგენდები ხართ ესეა ყველასთვის და მისაბაძი მაგალითი. ჩვენ ჩავბროთ ჩვენ ხო თან ახალგაზრდა ფეხბურთზე, წარუმატებლობაზე სამწუხაროდ რომ როდის მე იქნებ დაგეცინოთ თქვენ და მოხდეს აი რა რჩევა შეიძლება მისცეთ? რას ვეტყვით ფეხბურთელებს რომ რა мотивაციით უნდა იყოს, აი რა უნდა გააკეთონ იმის რომ მიაღწიონ წარმატება. შეიძლება არ უნდა იყოს მიზანი დავშოთ სოფლიო ჩემპიონობა და ოლიმპიური ჩემპიონობა, მაგრამ იმისთვის რომ ერთგულად ემსახურონ ამ საქმეს და თავის თავში მიაღწიონ წარმატებას. რა არის ამის საუცილებელი? პირველ რიგში პასუხისმგებლობის გზნობა. ჯერ ოჯახის მიმართ. მშობლების მიმართ. დედმამიშვილების მიმართ, შენი მეგობრების მიმართ და ჩვენ ახლა რო თამაშობდით წაგებული თამაშის შემდეგ გვერიძებოდა ქუჩაში გამოსვლა. ეს ხო პასუხისმგებლობა. ეს უკვე პასუხისმგებლობა და ჩვენ ვიყავით სახე ვიყავით, მოქალაქეები ვიყავით. იქ ყველა ვარჯიშზე სავსე იყო დიღმის ბაზა, გარედან გვიყურებდნენ და რო გამოდიოდით ვარცხილობასაც ტუფლები რა გეცვა და როგორ ჩაცმულიყო ყველა. ეხლა რა მინდა რომ ურჩიო ახალგაზრდებს. როდესაც უკვე გადაწყვიტავს ფეხბურთის თამაშს ბავშვი და უკვე 14-15 წლის რო ხდება, აი მაშინ არის გარდატეხის პერიოდი და ამ დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს. თუ რა მიმართულები და როგორი პედაგოგი იქნება. უკვე ამ ასაკში შეიძლება რომ უკვე დიდ ფეხბურთზე ელაპარაკო და სერიოზულ თემაზე ელაპარაკო. ეს არის პროფესიონალები. მარტო ფეხბურთით ვიყავით ჩვენ. რა ახლა მე 31 სკოლაში ვარჯიშობდი, ნაზალადური კაცი. ვარჯიშობდი რომ მოვდიოდი ისე ქუჩაში ვარჯიშობდი ფეხბურთის თამაშს. ეს მაშინ ის პერიოდი იყო, აქ ინტერნეტი არ იყო, ის ვიდეო არ იყო, არაფერი და თან კიდევ ის გარემო იყო, რომ მთელი საქართველოს ფეხბურთი ცხოვრობდა. კი. მთელი აი რასაც ამ შესულიყავი. ის რეალ ფაქტებზეა გადაღებული ბურთი და მოედანი. ბილეთის პრობლემა რო არის. ის გოლდ ხუჩერა თამაში. აი ესეთი სიტუაცია იყო ჩვენ დროს. ყველანი ფეხბურთი ცხოვრობენ. აი ითამაშებდი თუ არა ფეხბურთს, ხო, ისა დინამო ითამაშებდი თუ არა ერთი კვირა ელოდებოდნენ გამეორები თამაში და ამიტომ ჩვენც ხო უყურებთ ახლა ჩვენს უფროსებს, ჩვენს მშობლებს ხო უყურებთ და აი ეს პასუხისმგებლობის გზნობა იყო ძალიან დიდი. ახლა მე და ოთარეს ახლა თითქმის ანატოლები ვართ. და რო თამაშობდით, ვინ წარმოიდგენდა, როგორი თავხედები უნდა ყოფილიყავით, რომ ჩვენ ოდესღაც თბილისის დინამოს შემადგენლობაში ვითამაშებდით. ამას ვერც წარმოიდგენთ. ვერც წარმოიდგენთ, ნუ მაგი წარმოუდგენელი ამბავი იყო, რომ ჩვენ ახლა შოთა იამანიძე და სლავა და მიშა და ამ ხელა კორიფეები თამაშობდნენ და აი ეს ბავშვებიდან უნდა ჩაენერგოს და უნდა იცოდეს ამ ბავშვმა, რომ აი თავისი ნიჭით, შრომით დიდ წარმატებას მიაღწევს. სამწუხაროდ იკარგებიან მე 18-19 წლის შემდეგ იკარგებიან და აი ეს ნებისყოფა არა აქვს. აი კიდე მეორე მომენტია მე რაც გონია ბატონო ალექსანდრო, პატარა წარმატებებს რომ მიაღწევენ, მე უკვე ამას ხდებიან გონიათ რომ კორიფეები და აი პასუხისმგებლობა და რაღაც ის ეხლა ერთი მაგალითი მოყავს ახლა მე და ოთარი ახალგაზრდა ნაკრებში ვარ. ძანეტი იყო ასეთი ინტერესი. 40 წლამდე თამაშობს. კი. ეხლა მაგას რაც ბატალიონური ისა არ ძიმუხდება ერთენია. მაგრამ რამხელა ფეხბურთელები არიან ახლა 35 წელს მიტარებულები კიდე თამაშობენ. კი. ეს ახლა ინდივიდუალ თვითონ ინდივიდუალზეა დამოკიდებული, მაგრამ გარემო პირობაც უნდა აქვს. ბუნებრივი. რამხელა ნიჭიერი კაცი იყო ახლა გიორგი კინკლაძე. ნამდვილად ნიჭიერის მართლა. ჰა? ყველანი ხო გულდაწყვეტილები ვარ. ნამდვილად ეს. ახლა ეს გიორგის რო ქონოდა ის პროფესიონალიზმი, რაც თქვა იგივე შოთა არველაძე. შოთა სხვანაირი. პროფესიონალი კაცი. მოდით ჩვენ დროს სამწუხაროდ აიწურება და ეხლა ამ დღეს საუბრობთ ხან შეგვიძლია ღმერთ ვისურვოთ ჩვენ რომ ოდესმე მაინც აი მოვესწროთ ჩვენ რომ რაღაც ამ წარმატებას მიაღწევთ ჩვენ მოგონდება და ჩვენ ცირე საჩქარი მოგიმზადეთ ეხლა ბუნებრივია ვერ გამოვხატოთ ჩვენ ერთი რამის დამატება თუ შეიძლება მე მინდა საშამ ზანა რომ მეტი პროფესიონალი და ამ ახალგაზრდებს და
თუ არ არის წარმატებები, მაინც აი 19 წლს მიაღწევენ, მე რაღაცნაირად ეშვებიან. ერთი რამე არის, ხშირად უნდა იყოს ტელევიზიებში, თუ არის არქივებში შენახული, მე მაგალითად გავიზარდე იმ დიდი გუნდის თაობის ყურებით, რომელიც იყო 64 წლის თბილისის დინამო. ჩვენ ისტორიას თუ დავიწყებთ, არავითარ წარმატებაზე ზედმეტია ლაპარაკი. მე სერგო კოტრიგაძეს და მიშამეს და სლავა მეტრევას, ნურთას ხურცილავას, ზომა ბარქაიას და გიორგი სიჭინავას და ჩოტა იამანიძეს მათი ყურებით 1 საათით ადრე, მაშინ ერთი ტელევიზორი იყო. და 1 საათით ადრე ვიძებოდით, რომ წინა რიგში ყოფილიყავი და მეყურებია ან თამაშებისთვის და აი ესე გამჭოლდა ბავშვები მე მიხვდებიან რა წინაპრები ყავდა ჩვენ და რა კორეიფები ყავდა ორე პაიჭაძიდან დაწყებული და ნუ 64 წელი და ერთი წელს დავამატებთ სიმონებით ჩვენ ახლა საპატრიოტო ტელევიზიაში ვართ და მე დავუთხარი ძალიან დავიჩაგრეთ რომ ნაადრევად წავიდნენ ჩვენი მეგობრები მართლაც ვიტანძარასელი დათოყიფიანი რამაზ შენგელია ახლა ვახტანგ კოპალეიშვილი მაშინ ჩვენთან იყო ამირან ანდღულაძე ახლა როგორ შეიძლება როდარ ახალგაზრდა ახალსათიან გივნოდია ლეგენდარული ლეგენდა საკრუთელია აი ამ ხრივდა ნაცილში ნამდვილად მე თამოიხსენ რა შეიძლება ჩვენ მცირე საჩუქარს ასეთი გავაკეთეთ კოლაჟისავით ეს არის იმდროინდელი თამაშის ბილეთები სტადიონი დისელდორფი და ჩვენი დინამო სტადიონი და ბილეთები გვანახეთ მაყურებლად გვინდა გადმოგცეთ თქვენ სამახსოვრად ჩვენ ტელევიზიისგან და გთხოვოთ რომ ერთზე მოგვიწეროთ ხელი ბუნებრივად პირდაპირ ეთერში ეს თქვენ ბატონები ჩვენ ტელევიზიისგან სამახსოვრად ჩვენ ტელევიზიის მეშვეობით პატრიოტიზმი და ჯანმრთელობა ბედნიერება უსურო და ჩვენი ქვეყნის საკეთილ დღეო დიდხანს ყავდეს და ჯანმრთელად და ამინ და გთხოვოთ აი ბატონებო პირველი ხელმოწერა თქვენ აქ ამაზე და ეს დარჩება ჩვენ ტელევიზიის არქივში სადაც გნებავთ ეს იქნება ძალიან დიდი საჩუქარი და დიდი ისეთი განსაკუთრებული დოკუმენტი ასე თქვა ჩვენი არქივისთვის და ბატონო ალექსანდრე თქვენც თუ შეიძლება აი აქ 13 მაისს მოხდება ამის ძალიან დიდი მადლობა მადლობა გისურვებ წარმატებას გისურვებ ჯანმრთელობას იმიტომ რომ თქვენი ხალხი თქვენ ძალიან დიდხანს უნდა იყოს ჯერჯერობით არ უჩივით ჯანმრთელობას მერტა კარგად გამყო დიდხანს და ყოველერთად მოვასწროთ კიდევ ერთხელ ქართული აუცილებლად რა შეიძლება იმ საფეხურის ერთად როგორც თქვენი ყავით შეგახსენებთ რომ ჩვენთან სწორად დადებოდნენ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები ალექსანდრე ჩევაძე ოთარ გაბელია